შეგედავს. მადლობა. დავძანდით. მოკლედ, ხალხო, ნახე რა ლამაზი ბურთია, თან საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ლოგო. ამონდი, ესე იგი, გელა ბარკალაიას სახელზე ერთი ბურთი სტუდიაში. ბატონო. დიდი მადლობა. პირველ რიგში მადლობა, რომ გამონახეთ დრო, დაკავებული კაცი ბრძანდებით ახლა ვიცით ჩვენ ეს. გვეწვიეთ. ახლა მითხარით ოლიმპიადას უყურებდით ალბათ. რა თქმა უნდა. უყურებდით. მე მაგალითად ცოტა წონაში დავიკელი, ცოტა აფთიაქები გავამდიდრე. სხვათა შორის ალკოჰოლური მაღაზიებიც გავამდიდრე. ანუ ხო ხტებით, ხან წამალი მჭირდებოდა, ხან ალკოჰოლი. ხან დასამშვიდებელი, ხან ალკოჰოლი. თქვენც ესეთი ემოციური ხართ, თუ შვიდად უყურებდით ამას ყველაფერს? მე ვარ ძალიან ემოციური. ძალიან. ალბათ თქვენზე უფრო მაგარი ემოციური ვარ და წარმოიდგინე ახლა მე თქვენი წონა მახსოვს. კი ბატონო. მაგრამ ჩემი ხო იცი მთელი თბილისი ამას იზახოდა ბარკალაია ესეთი და რადარასე როჩქებს არ იცმებდნენ, ხო რომ ცოტა ესე ყოფილიყვნენ. ხო. იმის შემდეგ მეც გავუბრაზდი და ესე გავხდი. ხო, მაგარია. ზუსტად ეს გახტომარი ეს შედეგი ფეხბურთის. ფეხბურთის შედეგი. კარგი, ახლა მითხარით თქვენ თვითონ რამე სპორტის სახეობაზე ხო არ დადიოდით? მე ყოველთვის მე თუ ახლა დიდი ფეხბურთელი არა ვარ, ყოველთვის ბიზნესში ვარ 16 წლიდან. და მე რო წამოვიზარდე და ცოტა ბიზნესი ისე რო გახდა, ყოველთვის რაღაცა პატარა გუნდები გვყავს. აი მაგალითად, ჩემს კომპანიაში ისე არ ყოფილა, რომ ჩვენ გუნდი არ გვყავდეს, თქვათ. და თქვათ ჩვენი მათე მოტორსი საბურთალოს ეთამაშება, მათე მოტორსი დიღონს და ესე რა. გასაგებია. ისე რომ მე თვითონ სპორტსმენი მყოფილიყავი, არა. პატარობისას როგორც ყველა ისე სპორტზე დავდიოდით, კი ბატონო. მაგრამ სამაგეროდ სპორტული მენეჯერი გამოდიხართ. რა თქმა უნდა, მაგარი. გათვლა მაგ ყველაფერი ისეთი რა. UEFA-ში რო ჩავაწყოთ, მყავს ახლობელი და იქნება ეს მათე მოტორსი გაუშვათ ამ კონფერენც ლიგაზე. ესენი ვერაფერს ვერ აკეთებენ და თქვენ მაინც მოხვდეთ ეგება ჯგუფურ ეტაპზე. აი, ამაში დარწმუნებული ვიყავი, რომ ესე უნდა გავაკეთოთ. ვიზრუნოთ, რომ გავაკეთოთ. გავაკეთოთ. არა, ჩვენი გავიდეს უმაღლესი ლიგის გუნდებიც გავიდეს, მაგრამ მათე მოტორსი wild card-ით რო დავამატებინო. კი ბატონო, ძალიან კარგი იქნება და მესალმები. მე ახლა მახსენდება ივანიშევიჩი რომ მოიწვიეს უიმბლდონზე wild card-ით და მოიგო. კი ბატონო. ხო და რა იქეთ მათე მოტორსიც იგებს. მოიგებს. კი ბატონო, მოიგებს ეჭვს არ მეპარება. ძალიან აქტიური ხართ სოციალურ ქსელში. ძალიან და ძალიან პოპულარული ადამიანი ბრძანდებით. ერთი ეს ნარდის ამბავი მომიყევით რა. საიდან დაგებადათ ეს იდეა და მივიდა ადრესატამდე? ახლა უყური